სალამით მეგობრებო, რამდენი ხანია ვიდეო არ ამიდია, აი ხანი გავიდა. Რაღაც ხო მიზეზების გამო, პირადი საქმეების გამო და ასე შემდეგ და ნუ ხო მოკლედ მე ახალი წელიც დაგმთხვა და ზემოდან ახალი წელიც ცოტა გამეწელა, მაგრამ ხო ეხა დავბრუნდით ისევ ჩაულ რეჟიმში, პარალელურად 3000 subscriber-ზე ავედით და მადლობა თქვენ რა თქმა უნდა. ამისთვის და ხო ნუ დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება და ჩარტებზე უფრო მეტად სხვა რაღაცებს განვიხილავთ ახალ მეტას AI აგენტებს გეტყვით მე რას ვყიდულობ რა ვიყიდე და ასე შემდეგ და ძალიან მალე გვექნება გადაწყობილი პორტფოლიოს სტრიმი რაზეც რო აპდეიტი მიიღოთ, აუცილებლად უნდა შემოხვიდეთ Discord-ზე, ხო? კიდე ასე ვინც არის ეხა ამ წამს არის გათამაშება, რომელიც დამთავრდება მალე დროულად უნდა მიიღოთ მონაწილეობა, როგორ მიიღოთ Discord-ზე რო შემოხვალთ, აქ ნახავთ giveaways სექციაში. ხო, როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა, აი ამას უნდა დააწვეთ და აქ რაც წერია, ეგენი მქონდეს შესრულებული. ხო, ნუ სამწუხაროდ ამ ვიდეოს ვერ დაალაიქებთ, იმიტომ რომ ვიღაც პროჭი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი უკვე გაიხანე მირეპორტებენ რაღაც ვიდეოებს და ეს ვიდეოც დამირეპორტეს და რევიუზე არის ხა მე მგონი 12 საათი თუ რაღაცა. ხო მოკლედ 2 დღეში დამთავრდება ეს გათამაშება, ანუ რავი ვინც ახლები ხართ და არიცით, მოდი გეტყვით რომ მე თუ რამე გათამაშებას ვაკეთებ, ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური. ამას დაადასტურებს ბევრი მოგებული ადამიანი, ძალიან ბევრმა მოიგო. გაჩვენებთ. ეხა. ხო, ნუ აი ეს რენდომულად ირჩევიან ადამიანები და აგერ წერტილი გუმ მოიგო 1000 ლარი საახალწლოდ, ნუ ძალიან მაგარი საჩუქარი იყო ალბათ. საახალწლო 1000 ლარი არაფერში და ბიტანიგაზე ვოლიუმის მიხედვით კიდე გათამაშებები. ხო, ნუ მოკლედ, კაი ხა უშუალოდ ჩარტზე გადავიდეთ, მოდი. სანამ AI აგენტებზე გადავალთ და BTC-ზე ვისაუბროთ თქვათ 1-2 რაღაც. როგორც ისიც და თუ არ იცით გეტყვით რომ რაც ეს დიდი მოძრაობა დავიწყეთ, იმის მერე ველოდებოდით ხოლმე low-ების გატანას, თუნდაც აი აქ ამ low-ს გატანას ველოდებოდით, შემდეგ აქ ამოვიდა ფასი, შემდეგ ამ low-ს გატანას ველოდებოდით, მერე აი აქ ამოვედით და ეს low კი გავიტანეთ, აგერ და მერე აი ამის მერე 6 დეკემბრის მერე ველოდებით ამ low-ს გატანას და რა შვებოდა ფასი low-ების გატანის მაგივრად ვაკეთებდით higher low-ებს, რაც რა თქმა უნდა ძალიან ბულიში იყო მარკეტის სტრუქტურა და ნუ შემდეგ ხო all time highs მიღწევის შემდეგ რომელიც არის 108,450 დავიწყეთ აღმასვლა ქვემოთ. ნუ არც თუ ისე რაღაცა განსაკუთრებული კორექცია ეს არ ყოფილა პირველ რიგში მაგას გეტყვით, ანუ აქ ეგ მიკურს ყველაზე მეტად რომ აი აქ 17 ნუ 18 ვთქვა, ოკეი, დაუმრულ 18% მოძრაობაზე ხალხი ანუ გაგიჟდა და ჩემთვის არის ძალიან საინტერესო ამბავი, ხო, იმიტომ რომ რამდენი ხანი ხა მარკეტს უყურებ და ამაზე დიდი დროპი უნდა ყოფილიყო იდეაში ისტორიულად იქიდან გამომდინარე რომ ბევრად ამ დროს ბევრად დიდი დროპები ქონდა ხოლმე რა და ანუ აი ამ მოძრაობებში ხა გუშინ მარტო რაღაცა რო ვკითხოთ 435 მილიონი დოლარი დალიკვიდურდა, ის დალიკვიდურდა, ანუ მილიარდობით დოლარი დალიკვიდურდა აი ამ 7%-იან დამპში და იმიტომ არის საინტერესო რომ ჩვენ ხარო დავაკვირდეთ რას Coinbase-ის ჩარტზე და მოდი შევხედოთ ხო კიდე ერთხელ ბევრი ადამიანი ვინც ადარებთ ხოლმე აი ამ დროს ეხა რა მაშინ 2024 წლის დეკემბერს ადარებდით ხოლმე 2021-ის დეკემბერს 22-ის დეკემბერს ძალიან არასწორი იყო საერთოდ არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან და გეტყვით რატომ 2024 წელი ბიტკოინისთვის იგივე არის 2020 წელი ხო იმიტომ რომ ჰალვინგის შემდეგ და 2021 გამოდის 2025 ანუ ის რაც 2021-ში მოხდა და რის გამოც ჩვენ ვართ კრიპტოში და გვაქვს ფული ჩადებული ამ ჯერ კიდე წინ არის რა ყველაფერი და მთელი ეს მოძრაობა ეხა თუ რამე დროპი გვაქვს არის ერთი დიდი შეიქაუთი ჩაულებრი
აი რო შეხედოთ ხა მოძრაობებს რა. იდეაში ხარ ხა იანვარი, აქაც ამ დროსაც იყო იანვარი და ეს დროპები, ეხლა დროპები თუ გაქანო არაფერი არ 31%-იან როგორც არაფერი, ისე ამ 1 ვიკში ჩავიტანეთ კიდე დაახლოებით 18-19% და ანუ ესეთი რაღაცები ხშირად გქონდა რა, ანუ მხოლოდ ეს დატოვებული ვიკი არის რამხელა უბრალოდ დააკვირდით, ანუ 11% და შემდეგ დღიანი მოძრაობა რაც არის, ანუ მთელი ეს ქვემოთა მოძრაობა არის ამის მთლიანი დიდი დროპი, რაც ანუ საერთოდ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, როგორც იდროპებოდა. ხო, ეხლა რას მაფიქრებინებს ეს ლოგიკურად? აქ რაც ხდებოდა, მგონია რომ მსგავსი ისე გვექნება მაისში, ან ივნისში, მაგრამ აქ როგორც მოხდა 54%-იანი დროპი, შეიძლება მსგავსი არ გქონდეს, ნუ გააჩნია მაგ დროს. BTC-ის ფასი სად იქნება? ხო და ნუ მოკლედ ზედაპირულად გეტყვით, ანუ მარტივად იმას, რომ არ შეშინდეთ და ხო ამ მარკეტში რა თქმა უნდა ყველა ვერ მოიგებს. სპოტსკულის ხო ფიუჩერზე საერთოდ არ მაქვს ხალ ლაპარაკი, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი მე რას უყურებ ძალიან ბევრი ადამიანი რაღაც ისეთ კოინებს არჩევს ხოლმე, რაც ანუ ძალიან წარსულს ჩაბარდა და ასე შემდეგ. კი ვნახეთ ეხლა რომ რაღაცები გაცოცხლა რა. Stellar Lumens-ი და H-bar-ი და ნუ მოკლედ რაღაცები წამოიწივნენ რა. ისიც ნუ ამერიკის ნიუსებიდან გამომდინარე და ну მაინც რა ვიხა ჩემი აზრით მაინც ტოპ მოვერები არიან და იქნებიან მიმები და AI ეიჯენტები. კაი მოდი ცოტა პატარა time frames რო შევხედოთ ხა რა მოხდა BTC-ზე ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. ეს flow როგორც იქნება გავიტანეთ რას ვველებოდი პარალელურად ამას დაემთხვა daily level გქონდა აქ და SVP და daily აი confluence იყო იდეაში long-ისთვის, მაგრამ მე პირადად არ დავლონგე. გეტყვით ეხლა რატო არ დავლონგე. ხო, ნუ აქ 27 თითქმის 28 მილიონის გაყიდვა ქონდა footprint-ზე როგორც ხედავთ, დელტა არის 27. ჯამში 27 მილიონი, თორე ტოტალი მთლიანი არის 17 და შემდეგ იყო 90. ხო, ნუ მთელი ეს რატო არ დავლონგე და მთელი ეს დროპები რაც გქონდა აქ, ყოველთვის volume delta იყო წითელი volume delta იყო ძალიან დიდი და მწვანე volume delta არც თუ ისე. და აქაც აი ამ bounce-ზე საერთოდ volume delta მხელი არ შეუწყო, როგორც ხედავთ ეხა წამოყო თავი და ეს CVD გაცდა ნულოვან ხაზს, რაც ძალიან მაგარი არის, ძალიან კაი არის. ხო, რავი, მე თებერვლისთვის ძალიან ბულიში ვარ, გეტყვით მაგას. და მაქვს რაღაც ეტაპები, ეხა ბარემ რა მაგასაც გაგიზიარებთ, დღეს დავდეთ ლიმიტი ფინანსზე, მაგრამ ეს არის ძალიან high risk trade-ი, 0.6% რისკავ ჩემ პორტფელის, იქიდან გამომდინარე, რომ 4%-იანი სტოპი მაქვს. მხოლოდ შეიძლება ვიღაცას 4%-ის სტოპი პატარა არ იყოს, მაგრამ ამ ჩემი ვაჭრობის სტილი რაც არის ეხა ამ მომენტში, მაგისთვის ცოტა პატარა სტოპი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ვოლატურია, ეხა მარკეტი განსაკუთრებით ისეთ კოინები როგორც ფინათი არის, ესეთ დიდ მოძრაობებს აკეთებენ. და ხო, მაგრამ risk to reward-ი აქვს იმ ხელა, რომ ჩემი აზრით ღირს რა. პირველი take profit-ი დაახლოებით ამ არიაში გვექნება. 18 სად არის ერთს მინახავს. ხო, დაახლოებით ამ არაში გვექნება პირველი take profit-ი, მეორე take profit-ი weekly-სთან და შემდეგ ყოფილ naked value area lows დავალდებ. ასევე gold-ზე მიდევს ეს ლიმიტი. შეიძლება შევცვალო ამ anchor swap-იდან გამომდინარე. მაგ დროს როცა ეს ლიმიტი დავდე, შედარებით ქვემოთ იყო anchor swap-ი. და იდეაში anchor swap-ს დავდე gold-ზე ეს ლიმიტი, ხო. gold-ი არის ჩემთვის პირველ რიგში, ანუ იმით ვფიქრობ ამის ყიდოთ, ანუ long-ს რო თავი დავანებოთ spot-ზე, ძალიან ქვემოთ არის ჩამოსული და ზოგადად ესეთ დროს უნდა იყიდოთ კოინები და არა აქ $1 შუაც და რამე 78 თითქმის 80%-იანი დროპი აქვს და ჩემი აზრით ძალიან კაი. დღეს იყიდით თუ ხვალ და მე მგონი მნიშვნელობა არ ექნება 340 მილიონის market cap-ი ამისთვის ძალიან კაია, იმიტომ რომ ეხა არიან AI agent coin-ები, რომლებიც ბევრად მაღლა არიან და რეალურად
Goat-ი არის ერთ-ერთი პირველი AI ამ მეტაში, ანუ AI agent-ი. და მეორე, რასაც უყურებ, არის აქტი. და ნუ რადგანაც ეს მეტა შეგვიძლია ვთქვათ, რომ Goat-ით დაიწყო, აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელი არის, რომ სხვა AI agent-მა შეძლონ რაღაც დიდი მოძრაობის გაკეთება და Goat-ი ისევ დარჩეს დაბლა. ნუ უფრო დროის ამბავი მგონია და თებერვალი მარტისთვის ვფიქრობ, რომ $1-ზე არის იმის დიდი შანსი, რომ იყოს ფასი. ხო, ნუ BTC-ზე რო გადავიდეთ, ისე all time high-დან აღებული Anchor Swap-დან დავრეჯექტით ეხლა და მე მგონი point of control-დანაც. მიდიოდა FIBI ვნახოთ, თუ კარგად დაგვემთხვა. ხო, ნუ ეხლა ამ წამს 618 დაუფრონტრანეთ, იმიტომ რომ ის კომთ POC გქონდა და ეს Anchor Swap-ი გქონდა, რომელიც რა თქმა უნდა delay resistance-ი არის. და ჩემი აზრით, ხო, რა ტიპების დალონგვა შეიძლება რა. ნუ ადამიანები ძირითადად იმაში ცდებიან, რომ აი აქ ლონგავენ უკვე, როცა ნუ თუ ლონგი იყო, აქ უნდა დაგელონგა. მე უკვე იდეაში აი აქვე მივხვდი, რომ პოტენციური ბოთომი დავდეთ, ნუ short term-ში მაინც. მაგრამ ხო, ნუ თუ ლონგს გავხსნიდი, უნდა გამეხსნა სადღაც აი აქ, ნუ უფრო აქ daily level-ზე და არა ეხა მაღლა. შესაბამისად ეგრე გახსნას მირჩევნის საერთოდ არ გავხსნა და დავალოდო შემდეგ retracement-ს. ეხლა როგორც ხედავთ, 0.5 FIBI-ს და Anchor Swap-ი გვაქვს აქ. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა რაც მეცი მოძრაობის ფასი ეს Anchor Swap-იც უფრო ზემოთ ამოვა. მაგრამ მაინც ხო აქ ნუ alert დავაყენოთ, ეს level-ი აღარ არის რელევანტური წინა კვირის POC იყო. დამირეკეს და დამაუწყდა, სად ვიყავი. ხო, ნუ მოკლედ ეს low-დან Anchor Swap-ი ჩემი აზრით კარგი support-ი იქნება და კარგი პოტენციური ლონგი იქნებოდა. volume profile-ი ვნახოთ ამ low-დან. ხო, ნუ სხვა ისეთი confluence-ი აქ ჯერჯერობით არ აქვს. კაი, მოდი შევეშვათ ცოტა ხანი ამ დანარჩენ აპდეიტებს Dodge-ზე და რაღაცებზე მე შემოგთავაზებს და AI agent-ებზე გადავიდეთ, გაჩვენეთ მე რა ვიყიდე და რის ყიდოს ვაპირებ და გაგაცნობთ გეგმას და მე უკვე მთლიან ახალ პორტფელსაც გაგიზიარებთ. ოკეი, მოკლედ ახლა მე გაგიზიარებთ პროექტებს, რომლებსაც აქვს დაბალი market cap-ში, შესაბამისად რისკი შედარებით მაღალია. Double market cap-ში გულისხმობ 100 მილიონი და უფრო ქვემოთ. ნუ შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ შედარებით უფრო safe ინვესტიციებს ამ კატეგორიის. ყველაფერი ხომ მთლიანად რო დავფარო თვითონ პროექტები, მაგდენით რო არ გვაქვს ნამდვილად და შევაბათ ან Dextrainer-ზე და Dextool-ზე რომელიმეზე რო გადმოხვალთ აქ თვითონ Coingenko-ზე გადახვალთ, თვითონ web-ზე გადახვალთ და Twitter-საც დაჩეკავთ და მოკლედ ძალიან მარტივად გაიგებთ ინფორმაციას ამ პროექტების შესახებ. ხო, ნუ ბევრად უფრო მომწონს ახლა სხვები, რომელსაც უფრო მაღალი market cap-ები აქვთ, მაგალითად Swarm-ი, Griffine-ი, AIXBT-ი. ანუ ხო ასე შემდეგ რა. უბრალოდ ახლა მინდა რომ შედარებით უფრო ისეთი რაღაცები განახოთ, სადაც შედარებით პატარა ფულს ჩადებთ და პოტენციური მოგებაც უფრო დიდი იქნება და პოტენციური წაგებაც უფრო დიდი იქნება. მოკლედ რავი, ნეურით დავიწყოთ პირველ რიგში. როდის დაილანჩა 24 დეკემბერს, ხო, ძალიან ახალია და აი ხა ჩარტზე რასაც ვხედავ, ესეთი პატერნი, ესე ვთქვათ, პატერნში სიტყვა პატერნს გულისხმობდა, არა იმ პატერნს, რაც თქვენ გონიათ, ან სამკუთხედს რა რაღაცას, თვითონ სიტყვას. ვილანჩებით, შემდეგ დიდი retracement-ი გვაქვს. და მე რაღაც ძალიან დიდ მოძრაობას აკეთებს. აი ამ ფაზის შემდეგ და დაახლოებით ესეც მაგ ფაზაში არის. და მარტივად შეუძლია ჩემი აზრით
200 მილიონის დაფიქსირება. ჯერჯერობით ეს მე არ მაქვს ნაყიდი, ველოდები retracements დაახლოებით აი ამ არეაში და თუ არ მომცა, უფრო ზემოთ ვიყიდე, არ იქნება პრობლემა. ასევე SNICE უყურებს 4 notes. კარგი retracement-ი ქონდა მისაღებ არეაში. უბრალოდ ამ დროს არ უყურებდი ამას და უკვე ხო ზოგადად ესეთ რაღაცებს როცა აუწდები ხოლმე არ მემასგულისხმობ რომ მაგალითად ველოდები რაღაც ჩამოსვლას აქ და ჩამოსვლის დროს აქ არ ვნახე და ეხა ვნახე აქ უკვე აღარ ვიყიდი რა ძალიან არასწორი იქნება გამომდინარე თუ ველოდებოდი ამ ბოქს და ამ ბოქსში ჩამოვიდე აქედან 60 ჯამში 80% დაბაუნს და ეხა ამ წამს 62% არის უკვე 62%-ს ვმაზავდა მე ისევ აქ რო დაბრუნდეს ვიქნები დაახლოებით 40% ლოსში ამიტომაც ჩემი აზრით პირად ჩემთვის არ ღირს ნამდვილად რა აქედან გამომდინარე დაველოდები ისევ დაახლოებით ამ არეას და SOR notes აუცილებლად ვიყიდე რაც უკვე ვიყიდე არის SOI ტიპზე ვიყიდე სხვათა შორის ბევრი არ მიყიდია ცოტა ვიყიდე სადღაც აქ 3.5 მილიონზე და კიდე დავამატებ თუ ჩამოვქვემოთ თუ უბრალოდ ბეტა ჩაუშვეს მაგრამ ძალიან ცუდი ბეტა იყო და მაგით ბევრი არ ვიყიდე და მაგან გამოიწვია ალბათ ეძროპი ხო ლაივს უყურებდი კიდე გუშინ დეველოპერის Twitter-ზე X-ზე სადაც პავლოდ კოდს წერდა და ხო მაგას სტრიმავდა რა იდეაში ანახებდა ხალხს რომ მართლა რაღაც აკეთებს და მუშაობს და მაგან რა თქმა უნდა ეგ დიდ როლს თამაშობს უბრალოდ მთავარია რომ ან დეველოპერები იკუშვებენ შესაძლოა რომ ძალიან ჩქარობენ ხოლმე იმიტომ რომ ვიღაც Twitter-ის კრიპტოტიპები რომ დროზე რაღაცა სისულელეებს წერენ და მე მაგის გამო თუ რაღაცა ერთ დღეში ტიპმა პროდუქტი ერთ დღეში ვერ შექმნა ამას მე რაღაც გაყიდვა მოყვება ხოლმე და ფასი ძალიან იდროპება იმიტომ რომ ხო რა თქმა უნდა მიხარ რა ქვია AI პროდუქტს უკეთებ მიმქოინერ ხალხს ხო ანუ რომლებსაც მოთმინების უნარი საერთოდ არ გააჩნიათ და უნდათ რომ შენ ერთ დღეში რაღაცა revolutionizing პროექტი მოუხოდო და ეგრე არ ხდება. ხო, რომ მოკლედ თუ გააკეთებენ თუ მიიყვანს ბოლომდე საქმის დეველოპერი, იდეა ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია და ანუ ძალიან easy 100 მილიონი არის სოზო თუ გააკეთებენ ყველაფერს კარგი. ხო, სოზო AI.xyz ნახეთ აუცილებლად საიტი CoinGecko-ზე დალისტულია. და ჩემი ჯერჯერობით ფავორიტი, რაც არის Botify, რომლის call-ით გუშინ Discord-ზე დავდე სად ხო $2000 გამოვყავი Botify-ისთვის, $700 ვიყიდე და კიდე ვაპირებ დამატებას. ვიყიდე 18-7-ზე. და მინდა რომ აი აქ დავამატო. მაგრამ როგორ ჩანს არ ჩამოდის რა. დიდი იმედი მაქვს რომ ჩამონ თუ არ ჩამოვა რაც ვიყიდე ის გაპროფიტდება, მაგრამ ძალიან მინდა რომ ჩამოვიდეს და მთლიანად ვიყიდო რა. ძალიან მომწონს ეს. აქ სკრინს მე მგონი მე ჩავიღებ ხო? ოკეი, ხო ნუ იმის სკრინი მინდოდა რა ქვია Discord-ზე რომ დავქოლე ეს გუშინ, მაგრამ როგორ ჩანს აქ სკრინს ვერდებ. ხო, ნუ მოკლედ საიდზე რომ შემოხვალთ აქ Gitbooks დააჭირეთ და შეიძლება ხა ვიღაცამ ყველაფერი ვერ წაიკითხოთ, მაგრამ მინიმუმ ბექგრაუნდი და ვიჟენი და მიშენი წაიკითხეთ აუცილებლად და ნუ ცოტა რაღაცებს გადახედეთ, რასაც გაიკითხე. შეიძლება მე აქ რაღაცას შევხედო და თქვენ კი არა ვერც მე ვერ გავიგო, იმიტომ რომ რაღაც არ მისმოდეს, მაგრამ ჩემი აზრით აქ ყველაფერი რაღაც გასაგებდა მარტივ ენაზე წერია რა, ანუ რაღაც ესეთი
ტერმინები მე რაც წავიკითხე, საერთოდ რაღაც უცნაური ტერმინები არ იყო გამოყენებული, ხო? ეხლა იყო რაღაცა AI პროექტები, რომელიც წავიკითხე და კი გავიგე ანუ რა პრობლემის solution-ი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ იყო რაღაც ესეთი სიტყვები, რასაც ფიზიკურად ვერ გაიგებდა ევრიჯ ადამიანი, ვისაც მაგ თემაში არ ჩაიხედება რა ესე ვთქვათ. ხო, ნუ მოკლედ ხო, კიდე რა გამოუწდა? ოქტონეტი ძალიან მომწონს და ძალიან undervalued-ი არის, ჩემი აზრით, ნუ ალბათ undervalued-ი იმიტომ არის, რომ ჯერ კიდე პროცესში არის development-ი, მაგრამ მე რასაც უყურებ, რავი, ძალიან ბევრს მუშაობენ დეველოპერები და Twitter-ზე შეგიძლიათ მაგეთ ნიუსებს გადახედოთ. octonet.ai არის ვებსაიტი. ნახო, აგერ ქვამოთ white paper-ით. აქვთ ხომ, ეხლა ამდენი ხანი ვიდეოს ვიწერთ, დაახლოებით 20 წუთია. კაი, მე მგონი საკმარისია დანარჩენს შემდეგი თვის შემოგთავაზებთ. თქვენ კომენტარებში დაწერეთ შემდეგი რა გაინტერესებთ. DESI-ზე ვილაპარაკოთ, დეცენტრალიზირებულ მეცნიერებაზე ვისაუბროთ. სხვა უბრალოდ მემქოინებზე ვისაუბროთ თუ ისევ AI agent-ებზე, ოღონდ შედარებით safe ინვესტიციებზე, რასაც შედარებით მაღალი market cap-ი აქვს და უკვე პროდუქტები ჩაშვებულია და აქტიურია და ასე შემდეგ. თუ რა ეხლა ჩარტის ანალიზი ისეთ შემოგთავაზეთ. მოკლედ ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, დაანგრთხოვთ ალგორითმს დაეხმარებით, Discord-ზე შემოდით, გათამაშებაში ჩაერთეთ, იაქტიურეთ და ასე შემდეგ. ხო, წარმატებები ყველას და აბა თქვენი სიტყვით დროებით.